თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისთვის დაკავებული გიორგი ახობაძის პროცესი გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. უფლებადამცველების თქმით, გიორგი ახობაძე სამართალდამცავებმა გააჩერეს და ნარკოტიკული საშუალება ძალის გამოყენებით ჩაუდეს. მხარებმა ასევე რეპლიკები წარმოსთქვეს, მათ შორის თავად ბრალდებულმაც. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ რამდენჯერმე მოუწოდა დარბაზში დამსწრეებს წესრიგისკენ. ასევე ერთი მოქალაქე 400 ლარით დააჯარიმა პროკურორის მისამართით წარმოთქმული რეპლიკისთვის და სასამართლოს სხდომის მიმდინარეობის ხელის შეშლისთვის. დასკვნითი სხდომა 25 ივლისის 17 საათზე გაიმართება. სასამართლო ბრალდებულის საბოლოო სიტყვასაც მოისმენს. მოსამართლე კი სავარაუდოდ გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს მას ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვა ედება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თქმა უნდა, ეჭვქვეშ ვაყენებთ და არც ერთ მოწმეს არ ვენდობით და არ ვფიქრობთ, რომ რომელიმე ბრალდების მხარის მოწმემ სიმართლე თქვა აღნიშნულ პროცესზე. ამით დასრულდა სასამართლოს სხდომა, თუმცა დასრულებამდე მოსამართლემ გააკეთა გარკვეული განმარტებები, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია. ამ განმარტებებში ფაქტობრივად მოსამართლე მიუთითებდა, რომ ჩვენ მხარეს, ან დაცვის მხარეს შეჯიბრებითობის პრინციპი არ დარღვევია, რაც გარკვეულწილად წინასწარ პოზიციის გამოხატვა შეიძლება გავდეს, თუმცა ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, ის არის, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ამ აღნიშნულ სასამართლო პროცესზე გიორგის მსჯავრდება მოხდება და მას მიუსჯიან ბევრ წელს თავისუფლების აღკვეთას, ჩვენ რა თქმა უნდა მივმართავთ სტრასბურგსაც და უკვე მათი გადასაწყვეტი იქნება და მათი შესაფასებელი მოხდა თუ არა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.